მოგესალმებით, ვიწყებთ ბიოლოგიის გაკვეთილებს მე-9 კლასში. მე თქვენი მასწავლებელი მარია მიქაძე ვარ. იმედი მაქვს, ჩვენი გაკვეთილები თქვენთვის იქნება საინტერესო. დღეს კი საუბარს ვიწყებთ სიცოცხლის ძირითად ნიშნებზე. ბავშვებო, გავიხსენოთ, რას წარმოადგენს უჯრედი. ის გახლავთ სიცოცხლის ფუნქციური და ელემენტარული ერთეული. ზოგადად, ორგანიზმები უჯრედის აგებულების მიხედვით იყოფიან უჯრედულ და არაუჯრედულ ფორმებად. არაუჯრედულ ფორმებში კი გვხვდება ვირუსი. მოდით შევხედოთ ეკრანს და გავიხსენოთ, როგორ გამოიყურება ვირუსი და რა ნაწილებისგან შედგება. როგორც ხედავთ, მას აქვს გარეთა გამონაზარდებიანი გარსი, რომელიც სინამდვილეში არის ცილოვანი გარსი და მის შიგნით განთავსებული არის გენეტიკური ინფორმაცია, რომელიც ვირუსის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს დნმ-ის ან რნმ-ის სახით. რადგანაც უჯრედი სასიცოცხლო ერთეულს წარმოადგენს, შესაბამისად, სწორედ უჯრედში მიმდინარე რეაქციების ერთობლიობა უნდა ქმნიდეს სიცოცხლეს. სწორედ უჯრედში მიმდინარე რეაქციების ერთობლიობას ეწოდება მეტაბოლიზმი. და მეტაბოლიზმის წარსავართად საჭირო არის ენერგიაც და ნივთიერებებიც. შესაბამისად, უჯრედს ესაჭიროება და ორგანიზმს ზოგადად სასიცოცხლო ფუნქცია კვება, რადგანაც სწორედ საკვები ნივთიერებების სახით იღებენ ისინი ენერგიას და ასევე საჭირო ნივთიერებებს, რასაც იყენებენ შემდგომ რეაქციებში. თუმცა, საკვები ნივთიერებების ნაწილი ვერ მოინელება და არ სჭირდება ორგანიზმს, ამიტომაც საჭირო არის მათი ორგანიზმიდან ან უჯრედიდან გარეთ გამოდევნა. სწორედ ამისათვის არსებობს მეორე სასიცოცხლო ფუნქცია, რომელსაც გამოყოფა ეწოდება. რეაქციები რომ წარიმართოს, საჭირო არის კიდევ ერთი ელემენტი, ეს გახლავთ ჟანგბადი. ამისათვის ორგანიზმი შთანთქავს ჟანგბადს გარემოდან და ასევე სწორედ მეტაბოლური რეაქციების მიმდინარეობის დროს წარმოიქმნება ნახშირორჟანგი, რომელსაც გამოდევნის გარეთ. ეს ორი პროცესი კი უზრუნველყოფილი არის სუნთქვის მეშვეობით. ასევე ორგანიზმებში მიმდინარე ეს მეტაბოლური რეაქციები საჭიროებს გარკვეულ კონტროლს, ხო? ამიტომაც არსებობს პროცესი ჰომეოსტაზის სახელწოდებით, რომელიც არეგულირებს სწორედ რეაქციებს და ორგანიზმის საჭიროების მიხედვით უჯრედში მიმდინარე რეაქციების ტემპი ან იზრდება, ან უჩქარდება, ან ნელდება. ამაში კი უჯრედს ეხმარება შემდგომი სასიცოცხლო ფუნქცია, ეს გახლავთ გაღიზიანებადობა, რადგანაც ეს არის უნარი, რომ უჯრედმა ან ორგანიზმმა უპასუხოს გარემოში მიმდინარე ცვლილებებს. მაგალითად, ტემპერატურის მომატებისას ორგანიზმში იწყება ოფლის დენა, რის შედეგადაც ორგანიზმი გრილდება, ხოლო, როდესაც ძალიან ცივა გარემოში, ამ შემთხვევაში კუნთების კანკალის მეშვეობით პირიქით სითბოს გამომუშავება ხდება ორგანიზმში, რის შედეგადაც ის ინარჩუნებს თავის შედარებით მუდმივ საკუთარ ტემპერატურას. ასევე ორგანიზმებს ესაჭიროებათ მოძრაობა. გასამრავლებლად, მეწყვილის მოსაძებნად, ან საკვების მოსაპოვებლად, ან ასევე საცხოვრებელი ადგილის მოსაძებნად, ან შესაცვლელად. ამისათვის ისინი სხვადასხვა ორგანოებს იყენებენ, თუმცა მცენარეების და ზოგიერთი ორგანიზმების შემთხვევაში მოძრაობად მათი ნაწილების მოძრაობაც ითვლება, მაგალითად, მცენარის ღეროს გადახრა მზისაკენ მოძრაობის ფუნქცია მცენარების შემთხვევაში შესაძლებელია ამით გამოიხატებოდეს. როდესაც ყველა სასიცოცხლო პროცესი მიმდინარეობს უჯრედში ნორმალურად და ფუნქციონირებს უჯრედი კარგად, მას ახასიათებს ზრდა და განვითარება. ზრდა სხვადასხვა ორგანიზმებში განსხვავებულად გამოიხატება. მაგალითად, ერთუჯრედიანი ორგანიზმების შემთხვევაში ეს შესაძლებელია იყოს უჯრედის უბრალოდ ზომაში გაზრდა, თუმცა მრავალუჯრედიან ორგანიზმებს ესაჭიროებათ ასევე გაყოფაც, ხო, უჯრედების რაოდენობაში ზრდა, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს ორგანიზმის ზომაში გაზრდასაც. და როდესაც გარკვეულ პერიოდის შემდგომ, ანუ გარკვეულ ასაკს მიაღწევს ორგანიზმი, მას ახასიათებს ფუნქცია გამრავლებაც, რაც გულისხმობს ორგანიზმის უნარს, რომ ან წარმოქმნას
თავისივე მსგავსი ახალი ორგანიზმი. გამრავლების ორი ძირითადი ტიპი არსებობს და მოდით მოკლედ განვიხილოთ ისინი. ეს არის უსქესო გამრავლება და სქესობრივი გამრავლება. უსქესო გამრავლება გამოიხატება იმაში, რომ ერთი ორგანიზმი მონაწილეობს აი ამ პროცესში და მოდით განვიხილოთ რამდენიმე ქვეტიპი ამ გამრავლების ხერხებისა. პირველი გახლავთ უჯრედის ორად გაყოფა და ჩვენ მიერ შესწავლილ პროტისტებსა და უმარტივესებს სწორედ ესეთი გამრავლება ახასიათებთ. ახლა ჩვენ ვიდეოს საშუალებით ნახოთ, როგორ იყოფა ამება. ხედავთ, რომ ციტოპლაზმა იწელება თითქოს, ანუ ამება საკმაოდ გაზრდილია ზომაში, ასევე თითქოს გადაზონრვა ხდება და ამის მეშვეობით გადანაწილდება ამება სხეული ორ ნაწილად. საბოლოოდ ეს ორი ნაწილი შორდება ერთმანეთს და შედეგად მიიღება ორი დამოუკიდებელი ამება. ასევე, უსქესო გამრავლების ხერხი გახლავთ ეგრეთ წოდებული შიზოგონია, ანუ ერთი უჯრედის მრავალჯერადად დაყოფა. ესეთი გამრავლება ახასიათებთ ჩვენ მიერ შესწავლილ მალარიის პლაზმოდიუმს. კიდევ ერთი უსქესო გამრავლების ხერხი გახლავთ ფრაგმენტაცია. მოდით შევხედოთ ეკრანს და ვნახოთ მაგალითად პლანარიას, ჰიდრასა და ზღვის ვარსკვლავის შემთხვევაში როგორ ხდება მათი გამრავლება. სხეულის დანაწევრება ხდება რამდენიმე ნაწილად და თითოეული ნაწილიდან შესაძლებელია განვითარდეს სრულიად ახალი ორგანიზმი. ასევე არის უსქესო გამრავლების შემდგომი ხერხი, რომელსაც ქვია დაკვირტვა. მოდით ასევე შევხედოთ ეკრანს და ვნახოთ იგივე წარმომადგენელი ჰიდრა როგორ მრავლდება ახლა უკვე დაკვირტვის მეშვეობით. ხედავთ, რომ მასზე ჩნდება ძალიან მცირე ზომის გამონაზარდი, კვირტი, რომელიც ნელ-ნელა ზომაში იზრდება და ბოლო ნაწილზე ფოტოსი თქვენ ხედავთ, რომ ის მოწყდება ეგრეთ წოდებულ დედისეულ ორგანიზმს და მისგან უკვე ახალი ჰიდრა ჩამოყალიბდება. ასევე თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ ულამაზეს მარჯნის პოლიპებს, მათთვისაც დაკვირტვით გამრავლება არის დამახასიათებელი და ნახოთ როგორ მრავლდება მარჯნის პოლიპები დაკვირტვის მეშვეობით. როგორც ხედავთ, დედისეულ ორგანიზმზე ისევ ჩნდება გამონაზარდი, რომელიც იზრდება ზომაში და შემდგომ ნელ-ნელა, როდესაც საკმაოდ დიდი ზომის გაიზრდება, ის მოწყდება დედისეულ ორგანიზმს და მისი დამოუკიდებლად განვითარება მოხდება. ასევე დაკვირტვით გამრავლება ახასიათებს მაგალითად საფუარა სოკოს. კიდევ ერთი ხერხი უსქესო გამრავლებისა გახლავთ სპორებით გამრავლება. ჩვენ ახლა ვხედავთ გვიმრას, რომლის ფოთლებზეც ხედავთ, რომ ძალიან პატარა ზომის ნაწილაკები არის განთავსებული. ესენი გახლავთ სწორედ სპორები, რომლებიც ასევე ხავსებსაც ახასიათებს სპორებით გამრავლება. ძალიან მცირე ზომის არის და ჰაერში ვრცელდება საკმაოდ მარტივად. და ასევე უსქესო გამრავლების შემდგომი ხერხი გახლავთ ვეგეტატიური გამრავლება, რომელიც მხოლოდ მცენარეებისათვის არის დამახასიათებელი და რამდენიმე ხერხით შეუძლიათ მათ გამრავლება, ანუ ვეგეტატიური ორგანოები, რომელიც მცენარის შემადგენლობაში შედის, ესენი არის ფესვი, ფოთოლი და ღერო, გამოიყენება სწორედ გასამრავლებლად მცენარეებისა. შესაძლებელია გსმენიათ კიდევაც მაგალითად მყნობის შესახებ, როდესაც ერთი მცენარიდან იღებენ ტოტს, გადააქვთ მეორე მცენარეზე და უკვე ის მის თვისებებს იძენს, ანუ ესე მრავლდება. ასევე ამ შემთხვევაში ვხედავთ მარწყვის გამრავლებას, მისი ფესვის გამონაზარდის, ანუ წყარის მეშვეობით, რომლიდანაც როგორც ხედავთ, შემდგომ უკვე ახალი მცენარე ვითარდება. ასევე მოდით ვნახოთ ტოტით გამრავლება, ანუ შეგვიძლია ჩვენ მცენარეს მოვაშოროთ ტოტი თავისი ფოთლებით, გადავიტანოთ სხვა ადგილზე და მისგანაც ასევე დამოუკიდებელი ორგანიზმი განვითარდება. ეს იყო უსქესო გამრავლების ხერხები. ეხლა კი მოკლედ მოვიხილოთ ასევე სქესობრივი გამრავლებაც. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ორი განსხვავებული ინდივიდი მონაწილეობდეს პროცესში, კერძოდ მდედრობითი ორგანიზმი და მამრობითი ორგანიზმი და სქესობრივი გამრავლებისათვის ხდება აი ამ ორივე განსხვავებული სქესის ინდივიდების გენეტიკური ინფორმაციის გამოყენება და ასე ჩნდება ახალი ორგანიზმი. ამისათვის მამრობით ორგანიზმში ხდება სპერმატოზოიდის წარმოქმნა
ხოლო დედრობით ორგანიზმში ხდება კვერცხუჯრედის წარმოქმნა. მოდით შევხედოთ ეკრანს, როგორ გამოიყურება კვერცხუჯრედი. კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი გახლავთ სასქესო უჯრედები, ანუ გამეტები. საბოლოოდ, იმისათვის რომ მოხდეს ახალი ორგანიზმის წარმოქმნა, კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმის შედეგად მიიღება ზიგოტა. მოდით ახლა შევხედოთ ეკრანს, როგორ გამოიყურება ზიგოტა. შემდგომ ხდება მისი დაყოფა, ანუ კიდევ შევხედოთ ეკრანს, ერთი უჯრედიდან მიიღება ორი უჯრედი, შემდგომ 4 და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ხდება ერთი უჯრედიდან მთლიანი ორგანოების, ქსოვილებისა და ორგანიზმის ჩამოყალიბება. შესაბამისად, ჩასახვის მომენტიდან ინდივიდი განიცდის ცვლილებებს, რომლებიც ზოგადად ინდივიდუალური განვითარების, ანუ ონტოგენეზის სახელწოდებით არის ცნობილი, თუმცა ეს განვითარება უნდა დავყოთ აუცილებლად ორ ეტაპად. კერძოდ, ეს გახლავთ განვითარება ჩასახვის მომენტიდან დაბადებამდე და მას ემბრიონული განვითარება ეწოდება და მოდით ახლა ვნახოთ ერთი უჯრედიდან ადამიანის შემთხვევაშიც როგორ ხდება განვითარება ზიგოტასი და როგორ მიიღება საბოლოო ჯამში ახალშობილი, ეს გახლავთ სწორედ ემბრიონული განვითარება, ხოლო დაბადების შემდგომ ან კვერცხიდან გამოჩეკვის შემდგომ ის ცვლილებები, რომლებსაც ორგანიზმები განიცდიან, უკვე არის პოსტემბრიონული განვითარება. და პოსტემბრიონული განვითარება შესაძლებელია იყოს ორი სახის. ეს გახლავთ პირდაპირი განვითარება და არაპირდაპირი განვითარება. პირდაპირი განვითარება არის ისეთი განვითარება, როდესაც ახალშობილი გავს თავისივე სახეობის ზრდასრულ ინდივიდს, ხოლო არაპირდაპირი განვითარება სხვანაირად მეტამორფოზი გულისხმობს იმას, რომ ახალშობილი გადის გარკვეულ ფაზებს, რის შედეგადაც ის ემსგავსება თავისივე სახეობის ზრდასრულ ინდივიდს. მაგალითად, პირდაპირი განვითარება ახასიათებს ადამიანსაც და საერთოდ ძუძუმწოვრების უმრავლესობას, ასევე ქვეწარმავლებს და ფრინველებს, ხოლო არაპირდაპირი განვითარება ახასიათებთ მწერებს და მოდით ახლა ვნახოთ პეპელას მაგალითზე როგორ ხდება მისი განვითარება. პირველი ეტაპი გახლავთ მეტამორფოზისა კვერცხის სტადია, შემდგომ გვაქვს მატლის სტადია, შემდგომ ხედავთ რომ არის ჭუპრი, რომლიდანაც შემდგომ ჩნდება უკვე ზრდასრული ინდივიდი. თუმცა შესაძლებელია ზოგიერთ ორგანიზმში გამოტოვებული იყოს ჭუპრის სტადია, ანუ კვერცხი, მატლი და პირდაპირ მისგან მივიღოთ უკვე ზრდასრული ინდივიდი. და კიდევ ერთი მაგალითი უნდა განვიხილოთ ჩვენ ბაყაყის მაგალითზე და ვნახოთ მისი განვითარება, ანუ მეტამორფოზი, როგორც ხედავთ, კვერცხიდან ჩნდება თავკომბალა, რომელიც უფრო მეტად თევზს წააგავს ვიდრე ბაყაყს, რადგანაც ის წყალში ცხოვრობს, მას აქვს კუდი, რომლის მეშვეობითაც ძალიან კარგად დაცურავს, ასევე სუნთქავს ის ლაყუჩების მეშვეობით, რაც მხოლოდ თევზების მახასიათებელია. ნელ-ნელა, როდესაც თავკომბალა იზრდება, ანუ დაახლოებით 3-4 თვის შემდგომ ის ივითარებს კიდურებს, წყდება კუდი და ასევე უჩნდება მას ფილტვები და შემდგომ ნელ-ნელა ამოდის ხმელეთზე, ისევე როგორც ამას ზრდასრული ბაყაყი აკეთებს. საბოლოოდ ეკოსისტემისათვის და სახეობებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მეტამორფოზის პროცესი, რადგანაც ზრდასრული ინდივიდი და მოზარდი ინდივიდი იკვებებიან სხვადასხვა საკვებით და ისინი არ უწევენ კონკურენციას ერთმანეთს. რომ შევაჯამოთ, ჩვენ განვიხილეთ სასიცოცხლო ნიშნები, დავახასიათეთ თითოეული მათგანი და კონკრეტულად კი განვიხილეთ დღეს ზრდა და განვითარება. მე მინდა მოგცეთ პატარა დავალება, აი ამ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მოისმინეთ, ალბათ საინტერესო იქნება, რომ მოიძიოთ თუ კი უცდიათ მეცნიერებს, რომ შეექმნათ ხელოვნური უჯრედი და ასევე ეს მოპოვებული ინფორმაცია, რომ თქვენ გააანალიზოთ, წარმოაჩინეთ ის SS სახით და გაეცით რამდენიმე კითხვას პასუხი. თუ არსებობს ესეთი ხელოვნური უჯრედი, თქვენი აზრით, რამდენად კარგია ეს საზოგადოებისათვის, ან ჩნდება თუ არა რაიმე ეთიკური პრობლემა? მიღებული ესე, რასაც თქვენ შექმნით, კი შეგიძლიათ რომ გამოგზავნოთ ჩვენი ტელესკოპის ჯგუფში. იმედი მაქვს ძალიან საინტერესო იქნება ეს დავალება თქვენთვის. დღეს ამით გემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.